შრომა, შრომის უფლებები, შრომის კანონი, ორგანული კანონი. მოკლედ ძალიან საინტერესო საკითხი უნდა განვიხილოთ. დღეს ჩაუჭიქით და მომისმენთ ძალიან დიდი ყურადღებით მე მანამდე მაწონს მივირთმევ. ძალიან მიყვარს მარილიანი მაწონი. უბრალოდ წყალი, წყალს ასხავ, მარილის პრი აზავებ და აი გამოდის. აირანი რო არ იყიდოთ, აი ეგ. აბა როგორ ახართ? სად არის პრემიები, ბონუსები, მე-13 ხელფასები, საჩუქრები, ინდექსაცია ინფლაციის გათვალისწინებით რაღაც მატებები, ეგეთი რამეები მოხდა? როგორ ახართ? როგორ ხელფასები, როგორ პრემიები აიღეთ? მე საოცარ ფაქტს მოგითხრობთ, ახლა რამაც გადამაწყვეტინა, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. რა ინფლაცია და ინდექსაცია? კომპანიამ გააკეთა ასეთი რამე. წესით ხელფასი იღებენ თვის დასაწყისში თურმე 4-5 რიცხვამდე ესე. და მოხდა როგორი რამ? სასწაული, ეგეთი რამ არსად არ გამიდი, არ მომისმენია და რავი, შრომის კანონშიც რო ჩავიხედო, კარგად რო გადავქეკო, ალბათ იქაც რო ნახავს გავს რამეს და საერთოდ რომელ კანონში წერია? არა ზეციურია, იქიდან არის ამოდანარი. პირდაპირ იქიდან უფრო რა ქვემოდან არის. მოკლედ მეგობრებო, ამ ადამიანებს დასაქმებულებს კომპანიამ რაღაცა სახით პრემია დაარქვეს ალბათ ბონუსი, არ ვიცი რა იყო ახლა, თქვენთან დაარქვით სახელი. თვის დახურვამდე ხელფასის ნახევარი ჩაურიცხეს. თვის დახურვამდე ალბათ 30-ში თუ რაღაც ესე. ხელფასის ნახევარი ჩაურიცხეს, ხოლო მეორე ნახევარი ჩაგერიცხებათო 10 რიცხვისთვისო. ანუ მაშინაც კი არა, როცა ერიცხებათ, ანუ 5 რიცხვში პირობითად. მეორე ნახევარს 10-იო. წარმოგიდგენიათ? ესეთი აბსურდი გაგიგიათ საერთოდ? საერთოდ ეგ იცის ბრალია? შრომის კანონში ჩახედვა რო გვეზარება და იქ რო წაკითხვა გვეზარება და ჩვენი უფლებების გონზე რო არა ვარ, აი მაგის ბრალია. წარმოვიდგინეთ ტიპებს არანაირი საბონუსო სისტემა, არანაირი საჩუქრები, არანაირი რაღაცა წახალისება, არაფერი, თვითონ ამ უბედურებმა რაღაცა 5-8 კაცებმა კოლექტივმა სიკრეტ სანტა მოიწყეს, თვითონ თავის ბუშტები გაუბერეს ამ საცუდაოებს, არანაირი ბონუსები, არანაირი წახალისებები და ნახევარი ხელფასი ჩაურიცხეს ახალი წლის დადგომამდე, ხოლო მეორე ნახევარი იანვრის 10 რიცხვში თუ 10 რიცხვამდე რომელიღაცაში. ანუ საერთოდ აცდნენ ყველაფერს. ამნაირი ამორალური არაფერი არ არსებობს, ხალხო. ერთ რამეს გეტყვით. კომპანია ნამდვილად არ არის ვალდებული თუ კონტრაქტში უწერია, რომ საერთოდ აი მეტი წაგახალისოთ ან მე-13 ამ საბონუსო სისტემა რამე არანაირად ვალდებული არ არის, მაგრამ დაიდეთ თქვენ კანონი, ისა თქვენი კონტრაქტი და წაიკითხეთ ხოლმე კონტრაქტი, რას აწერთ ხელს. მათ რომ მოაწერთ ხოლმე ხელს და მე რომ აღმოაჩენთ, რომ ეს თურმე ამის უფლება ამქონია. შედალოცილო, წაიკითხეთ. საერთოდ იცოდეთ და დაიმახსოვრეთ. თუ შენ სამსახურში მუშაობ, რომელშიც კონტრაქტის გაფორმებისას შენი კონტრაქტი არ გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანს ვამბობ. გააფორმე კონტრაქტი ისე, რომ კონტრაქტი არ წაიკითხე და არიც შიგნით რა ხდება. ისე ძალიან გეჩქარება მუშაობა, რომ ოღონდ რამე იყოს და ხელი მოაწერე, იცოდე, რომ კანონი გიცავს როგორ. მოცემულ, ანუ დადგენილებები ხო არის? მოცემულ დადგენილებებზე და კანონებზე. დაბლა თუ არის, მოცემულზე უარეს მდგომარეობაში თუ გაყენებ შენ მის მიერ შემოთავაზებული ეს კონტრაქტი არის ბათილი. კანონით დადგენილ ნორმების მიხედვით კონტრაქტი თუ არ არის შედგენილი და იმაზე უარის მდგომარეობაში გაყენებს, ვიდრე კანონით და ორგანულად არის რეგლამენტით გაწერილი, მაგრამ შენ ხელი მოაწერე და კი შეცდომა დაუშვი, გითხეს ხელი რომ მოაწერე ძმაო, ეგრე სად არის, მაგრამ შენ თუ აღმოაჩინე რომ რეგლამენტის და კანონის დადგენილი წესების მიხედვით უარეს მდგომარეობაში გაყენებს კანონი შემოთავაზებული, იცოდე რომ ასეთი კონტრაქტი ბათილია და ვერ ჯარიმებით შეგაშინებენ, ვერ სამსახურიდან გაგდებით და ვერც ვერაფრით. კონტრაქტი არ უნდა გაყენებდეს რეგლამენტზე უარეს მდგომარეობაში. აი ეს უნდა იცოდეთ, იმედია კარგად ჩამოგეყალიბეთ. ყოველთვის დასვით კითხვები.
როდესაც გეკითხებიან, აი რას შემომთავაზებთ თქვენ, მაგალითად რა უნარები გაქვთ, აი რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ, გეკითხებიან ხოლმე, ხო ხშირად, აი რატომ, ანუ პრეზენტაციაში შესაძლოა როგორ წარად. აქეთ უნდა გითხო, მე რატომ უნდა ვმუშაობდე შენთან, შენ რას მთავაზებ მე? იცი მე საერთოდ ვინა ვარ? არ იცი. არც შენ არ იცი, არც მე არ ვიცი შენ ვინა ხარ. მე უბრალოდ წავიკითხე, რომ ესა და ეს მაღაზია, ნუ რაღაცა მაღაზია ბექას ჭირდება ვიღაცა კონსულტანტი და მე მოვედი, ხო? და შენ რო პირდაპირ ასე მიწყებ ლაპარაკს, რომ აი რას ვთავაზობ, შენ რატომ უნდა აგიყვანო სამსახურში? ლაპარაკი აქ უნდა დავიწყოთ. ჩვენ ვართ ესა და ეს, ვაკეთებთ ამას და ამას, შეგვიძლია ესა და ეს, გვაქვს საბონუსო სისტემა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ მე რო უნდა დაგისვას. კითხვა, აი რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ? აი ესეთი ელემენტარული რაღაცები არის. ან კიდე ამ საცოდავ ბავშვებს დანაკლისები რო აქვს ხოლმე. აი მაღაზიებში, აურნაბიჯებში და იმებში ამათ რო ახდენებენ. იცით რომ მაგის უფლება არა აქვს. ორადურ შემთხვევაში ან პირდაპირ უნდა დაგიჭირო ფაქტზე, რომ შენ აიღე რაღაც ჯიბეში ჩაიდე, ან კამერა უნდა გადაიღოს და დააფიქსიროს, რომ შენ აიღე და რაღაცა შეჭამე. თუ ამ ორიდან ერთი ფაქტიც არ გააჩნიათ და ნივთი ვიღაცა მაიღო და გაიტანა, საერთოდ არ გაქვს ვალდებულება რამე რომ გადაიხადო. ესეთ ელემენტარული რაღაცები უნდა იცოდეთ მეგობრებო, როცა კონტრაქტს აფორმებთ, იქნება იქ რა გიწერია. იქნება რა გიწერია, ხო? კონტრაქტი წაიკითხეთ ხოლმე თავიდან ბოლომდე. ისინი თქვენ არ გაჩქარებენ ხელის მოწერას, დაგიდებენ კონტრაქტს და წაიკითხეთ. ასეთი შემთხვევაც კი იყო ერთ-ერთი კომპანიაში, სადაც საღუნ დანადგარზე ტიპმა საღუნმა დანადგარმა ტიპს წააჭრა თითები და კომპანიამ არ აგინაზღაურებო. ეს არის, ესე იგი, ამას ქვია, როგორ იცი, სამსახურებრივი რაღაცა, კაი, გავიხსენებ რა როგორც კი ტერმინი, რა მნიშვნელობა აქვს. ნუ სამსახურში მოვიდა და სამსახურის ვალდებულებაა რომ უყურნათოს. ვერზე შეჯდა მენეჯმენტი, დირექცია, რომ პროფესიული დაავადებაა, ხო, იმიტომ რომ ძიმე მავნე და საშიში პირობებიანია, როცა წარმოება აქვს. ძიმეც არის მავნე და საშიში პირობებიანი. მან კიდე მთელი ქვეპუნქტებია, სადაც კიდე 10 დღე პლუს ხელფასი რო გეკუთვნის, ფასიანი შობილობა რო გეკუთვნის, რაღაცა იქ დასვენებები, გამოკვლევები რო გეკუთვნის უფასოდ, ზერო უნდა გასვან და მთელი 1000 რამე, ამით უმეტეს სადაც საშიში პირობებზეა საუბარი და მავნეზე კიდე. და ნუ მოკლედ შორს რა წავიდეთ, თითები წააჭრა და მანამ მთელი პერსონალი არ გავიდა გარეთ და არ თქვეს რომ ჩვენ არ გავაგზავნებთ მუშაობას, მანამ არა უნაზღაურებთ ამ თითების წაჭრილი თითების ხარჯებს ამ კაცს არ შემოვა და არ გავაგზავნებთ მუშაობასო და აი ამ ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო, მაგრამ კომპანია ეგეთი გამპალი რატო უნდა იყოს რომ მაგამდე მიიყვანოს თავის დასაქმებულნი. ბიჭო, ჩეჩქივით შოულობთ ფულს მართლა ზოგიერთი. ჩეჩქივით შოულობთ. შარშან მე მანამ სამსახურიდან წამოვიდოდი, ძალიან ლაქშერი სამსახურში ვიყავი. ჩემი წამოსვლა გადაწყვეტილი არ იყო. ადამიანი დათხოვილად ითოლება, როცა ორმხრივად ხდება მოლავის რა ქვია, ამ საკითხის განხილვა და დადგენა. სამხრივად სამსახურიდან არ აგდებენ. სამხრივად სამსახურის გაგდება მოხსნა არ ხდება. მანამ შენ თვითონ უშუალოდ ვინც უნდა გაგიშვან, თვითონ უშუალოდ დირექტორი ან მენეჯერი არ შეიკრიბება და არ გეტყვია რომ შენ აღარ მუშაობ, მანამდე შენ კომპანიაში მუშაობ. მაგრამ მე რო წამოვედი, არც მე-13 ჩამერიცხეს. არც რა ქვია 14 დღე რაც ნამუშევარი ქონა, 10 დღე, 9 დღე რაც ნამუშევარი ქონა დარჩენილი, არც ის არ ჩამერიცხეს. და რაც კანონიერად მოკუთვნოდა, მოკლედ არაფერიც არ ჩამერიცხეს. მე მივედი სადღაც 4 რიცხვში და მაშინ გადაწყდა ჩემი სამსახური და წასვლა. მანამდე მე ვითვლებოდი ამ ლაქშერი კომპანიის თანამშრომლად. ჩვეულებრივ მეკუთვნოდა მე-13 ხელფასს, ყველანაირი საჩუქარის, ყველანაირი პრემიაც რაც გაიცა. მანამ ჩვენ ორმხრივად არ მივედით შეთანხმებაზე, რომ მე სამსახურიდან მოვდიოდი. მიხვდით რას ვამბობ? აი ესეთ ელემენტარული რაღაცები უნდა იცოდეთ ხალხო, მაგრამ ეს საერთოდ ჩოგია. ეს საერთოდ გამოუგნებელია. მე ვფიქრობ ეს საქმე ომბუდსმენმა, ანუ პროფკავშირმაც უნდა შეისწავლოს, სახალხო დამცველის აპარატმაც უნდა შეისწავლოს და საერთოდაც ადამიანის უფლებებმაც, ანუ შრომის უფლების ესეთი უხეში დარღვევა, წარმოიდგინე რომ ბონუსზე და პრემიაზე კი აღარ არის საუბარი. ადამიანს საკუთარ ხელფასს უყოფ შუაზე, რომ ახალ წელს შიმშილით არ მოკვდეო, ინდაური რო იყიდო, მეორე ნახევარს 5-ში კი არ ჩაგერიცხაო, 10-მდე ჩაგერიცხაო, ნუ ცინიზმი და მარაზმი. ასე რომ ჭკვიანები იყავით, დაკურვებულები იყავით, კონტრაქტს ვაფორმებთ, წაიკითხეთ ყველაფერი, გვერდში დაუდექით მაქსიმალურად ერთმანეთს.
ესე იგი საწარმოო ტრამვები არის ხოლმე ხშირად და იქ ხდება ხოლმე გაჩუმებები. მე რა არ თქვა და აი ეს და ეს და ვაიმე ეს რო გაიგონდა რაღაც, მაგრამ ეგეთი რაღაცების მიჩუმათება არ შეიძლება. მე თუმეტეს პროფესიული დაავადებები ის იმდენად ბევრია. აი აფთიაქარი მუშაობს და უშუალოდ აფთიაქში, უბრალოდ აფთიაქში და არაფერს ისეც არ აკეთებს, ხო? აი აქ X სადაც აწყობში აფთიაქის სპეციფიური წამლების და ტაბლეტების და მედიკამენტების სუნია, იქ არის პროფესიული დაავადებები. ესე იგი მავნეა. ხვდებით როგორ კლასიფიცირდება ეს ყველაფერი? ესე იგი მძიმე და მავნე სამუშაო კატეგორიაში, ანუ მძიმე მავნე საშიში პირობებიან, ხო არის? ეს არის მავნე, იმიტომ რომ ის სუნი, ის რა ქვია, მედიკამენტებიდან წამოსული ტოქსიკები, ну რაც არ უნდა გამწვავებული იყოს, მაინსტრიალებს მავნე თითოლება, რა ხან მავნე თითოლება, ჭირდება მოფერება და ხელის გულზე დარება. იცოდეთ ეგეთი რაღაცეები და კარგად დაუკვირდით. სკამი არ მოგწონს, ერგონომიკული საკითხია. აი ეს ახალ სკამს მანამ არ მომიტან, მე არ ვიმუშაობ, უთხარი. განათება არ გივარდა ოთახში, განათებას მანამ არ მომიწეს ერთგებ, არ ვიმუშაობ. კომპიუტერს ცუდი გამოსხივება აქვს, ცუდი და მოძველდა მონიტორი, მანამ არ დამიდგავ წესრიგს, არ ვიმუშაობ. გიხმაურობ ძალიან შენი პროცესორი, არ ვიმუშაობ. გისრიალებს იატაკზე ფეხი წარამარა, მანამ არ შეცვლით, არ ვიმუშაობ. ხარი გიბეროს აი რაღაც, მანამ არ შეცვლით, არ ვიმუშაობ. აი ესეთი რაღაცები წამოვაყენებ. ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, მიკროკლიმატი, ну აი ძალიან შორს აგვიყვანს ეს საკითხი, ძალიან შორს. ამიტომ ვიყავი ძალიან ჭკვიანები, ძალიან დაკვირვებულები და ფრთხილები. მე მიყვარხართ და გიფრთხილდებით და თქვენ თქვენი თავი არ გიყვართ. ორკოს ამოიღებთ. ეწმენდით. ჩაასხავთ წყალს, ჩაყრით ცოტა მარილს და აი მეთული. თქვენთვის ტანჯული, თქვენი მონამორჩილი. ბექა, აბა მიყვარხართ კარგად.